ანდრომედიანელების გზავნილი 6 სექტემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. არ გაგიკვირდეთ რომ ჩვენ ასე ხშირად მოდივართ თქვენთან. საქმე ისაა რომ ახლა მომავლისთვის გადადება აღარ შეიძლება. ძალიან სწრაფად ვითარდება ახლა თქვენს პლანეტაზე მოვლენები. ყველა უცხო პლანეტელი ცივილიზაციის წარმომადგენლის თვალთახედვა ახლა მასია მოპრობილი, რადგან სწორედ ეს არის მთავარი განსჯის საგანი. ერთგვარი რთული ბავშვი, რომელიც შევიდა რთულ გარდამავალ ასაკში. ეს სწორედ ასეა, რადგანაც ახლა თქვენ დაგედგათ სულიერი ზრდის პერიოდი, რომელზედაც დამოკიდებულია თქვენი მომავალი. როგორი გზით ივლით, სინათლის გზით, რომელიც მიგიყვანს არსებობის მაღალ დონეზე თუ დარჩებით უსწავლელად და ჩარჩებით დაბალ კლასებში. არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა. თუმცა ჩვენ, როგორც უფროსი ამხანაგებს, ძალიან გსურს ამოგკაჩოთ ჩამორჩენილები და მივცეთ მათ შანსი, რომ გადავიდნენ შემდგომ კლასში. ფიქრობთ, რომ ასეთი შედარება იქნება ყველაზე მისაღები თქვენთვის, რადგანაც ყოველი თქვენგანი ჩვეული განათლების გარდა სწავლობს უხილავ სულიერ სკოლაში, რომელიც არის ყველაზე მთავარი თქვენ ცხოვრებაში. ნება მოგვეცით ჩვენო ძვირფას გალაქტიკურო ძმებო, გავხდეთ თქვენი მენტორები და მასწავლებლები თქვენი სულიერ სკოლაში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რომლებიც ახლა ხდება ნატიფ დონეზე და როგორ აისახება ისინი დედამიწაზე ფიზიკურ დონეზე და ყველა თქვენგანზე. ამ ცვლილებების თავიდან არიდება არავის არ გამოუვა. საქმე ეხება მხოლოდ იმას, თუ როგორ მიიღებთ ამათ, რწმენითა და იმედით თუ შისა და პანიკით. სწორედ ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელზედაც დამოკიდებულია სამყაროში თქვენი შემდგომი განაწილება. ისინი, ვისაც გამოუვათ იმ სულიერ დონეზე გადასვლა, რომელზედაც მათი ვიბრაციები ჰარმონიაშია დედამიწის ვიბრაციებთან, ისინი მასთან ერთად გადავლენ მეხუთე განზომილებაში და ექნებათ ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრება. ისინი, ვინც დაშკდებიან იგივე დონეზე, ან ქვემოთ დაეცემიან, სწავლენ ამ პლანეტიდან სამუდამოდ, გააგრძელონ სწავლება სხვადასხვა სამყაროებში, რომლებიც ისინი ისევ და ისევ დაიბადებიან. ჩვენ დღევანდელი გზავნილი მიმართულია იმათკენ, ვინც აირჩია მაღლება, ვის რწმენად შემოქმედი ჩანაფიქრის მიმართ ურყევია და ვინც მზადაა იაროს სინათლის გზით უკან მოუხედავად. როგორც წესი, ესენი არიან ძალიან ძველი სულები, ისინი, ვისაც ახსოვთ თავიანთი ღვთაებრივი წარმოშობა, ამიტომაც მათთვის არ არის სახლში დაბრუნება შემაშინებელი. არამედ პირიქით, ისინი მთელი სულით ისრაფიან იქ. ჩვენ ძალიან გსურს დაგეხმაროთ და დაბრუნდეთ ამ სახლში, რაც შეიძლება მალე და უმცირესი სულიერი დანაკარგებით. ჩვენო ძვირფასებო, რა უნდა გაკეთოთ ამისათვის? პირველ რიგში შეეცადეთ ახლა მთელი ყურადღება აკონცენტრიროთ იმაზე, რომ უმოკლეს ვადებში ისწავლოთ მესამე განზომილებიდან, რომელშიც ახლა ცხოვრობთ, მეხუთე განზომილებაში გადასვლა, რომელიც უკვე თქვენს გვერდითაა და რომელში უნებლიეთ ბევრი თქვენგანი უკვე ხვდება ძილის ან ღვიძლის დროს. როგორ ხდება ეს? საქმე ისაა, რომ ფარდა სამყაროებს შორის სულ უფრო და უფრო თხელდება და ზოგჯერ ისინი ერთმანეთს იმდენად მჭიროდ ეხებიან, რომ მათ შორის საზღვარი იშლება. შედეგად ადამიანი ერთი ფეხით ერთ სამყაროში, ხოლო მეორეთი მეორეში. ზოგიერთ თქვენგანი მიხვდება თუ რაზე მიდის საუბარი. ამრიგად თქვენი ამოცანა არის ის, რომ ისწავლოთ ამ სამყაროს ამოცნობა და გაცნობიერებულად გადახვიდეთ მასში, რათა ისწავლოთ მისი შეგრძნება და განავითაროთ საკუთარი სულისამებ ერთი განზომილება მეორეში გადასვლის უნარი. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი თქვენთვის? საქმე ისაა, რომ ნებისმიერ დროს თქვენ შეიძლება მოხვდეთ სიტუაციაში, როდესაც დედამიწა თქვენი ფეხებიდან გამოგეცლებათ მრავალრიცხოვანი ბუნებრივი კატასტროფების გამო, რომლებიც მოახლოებულია და რომლებიც თავიდან არიდებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მასში გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია გაცნობიერად რომ გადახვიდეთ მეხუთე განზომილებაში, ამ ხსნელ პორტალში, რომელიც აგიყვანს თავის შვილებს მათთვის შემოქმედის მიერ მომზადებულ მშვენიერ და ბედნიერ სამყაროში. ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ეს და არ შეგვიძლია ზუსტით არიღების დასახელება, რადგანაც ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს თავის როლს. თუმცა ვთვლით მიზანშეწონილად, რომ ადრევე მოგამზადოთ ამ გადასვლისათვის, რათა მოულოდნელად არ დაგატყდეთ უბედურება და გაიაროთ ის ბუნებრივად. ჩვენ კიდევ ვთვლით, რომ თქვენთვის ახლა პირვანდელი ამოცანა გახდეს თვითშეცნობა. რას გულისხმობთ? თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა, საკუთარი ზედა მესი, რომელმაც იზის ყველაფერი თქვენ შესახებ. მხოლოდ მას შეუძლია მოგცეთ სწორი რჩევა და რეკომენდაცია, აგიხსნათ მდგომარეობა და მიგიყვანოთ სწორ გზაზე. ეს არის თქვენი საუკუნო მე, რომელიც შეიცნობს თქვენი ყველა ინკარნაციის გამოცდილებას. იცის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ეს თქვენი ღვთაებრივი სულია, თქვენი ღვთაებრივი არსი. ისწავლეთ მასთან მეგობრობა, მოусმინეთ მას და იყავით მასთან გამუდმებით კონტაქტზე. მხოლოდ მას შეუძლია მოგცეთ რჩევები პირადად თქვენ, რადგან თქვენ ყველანი ისეთი განსხვავებულები ხართ, რომ ვერ იარსებებს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც გადაარჩენს მთელ სამყაროს. უფრო სწორად ისინი შეიძლება იყოს, თუმცა ყოველი ადამიანი ისეთ განუმეორებელია და
იმდენ ნიუანსსა და ნატიფ დეტალს ატარებს ყოველი ადამიანის სული, რომ მხოლოდ თვით შეცნობის გზით შეიძლება ღირსეული ყოფის შექმნა. საბოლოოდ კი ჩვენ გვსურს გესაუბროთ ახლობლების შესახებ. ჩვენ ხედავთ თუ როგორ ტრაგედიები თამაშდება ახლა ბევრ ოჯახში, რომლებიც გაუგებრობა ხდება ცოლ-ქმარ შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, ახლობლებსა და ნათესავებს შორის. ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ თქვენმა სულებმა გაიარეს ძალიან განსხვავებული გზები. ზოგი სულიერი განვითარების დასაწყისშია, ზოგი დასკვნით ფაზაში, ზოგს უწევს ვერ კიდევ ბევრი დაბადების გავლა, ხოლო ზოგი დედამიწაზე უკვე ბოლოჯერ მოვიდა, რათა დაასრულოს თავისი ინკარნაციების ციკლი. როგორი სამწუხაროდ არ უნდა იყოს თქვენთვის, თქვენ მოგიწევთ ბევრი ახლობლისგან განშორება და თქვენთვის ერთადერთი დამამშვიდებელი შეიძლება იყოს, რომ ამაღლების შემდგომ შეძლებთ დაეხმაროთ მათ იმ სამყაროდან, საიდანაც იქნებით. ასევე შესაძლებელია მოცემული იქნება თქვენთვის შემოქმედის მიერ. სწორედ ასე ვიქცეოდით ჩვენ თავის დროზე, როდესაც ჩვენი ცივილიზაცია გადადიოდა სხვა სამყაროებში, სადაც ჩვენ ვსახლობთ ახლა და მისი ნაწილი რჩებოდა მესამე განზომილებაში. ჩვენ ვეხმარებოდით ჩვენს ახლობლებს, თანათანობით ვწევდით მათ საკუთარ სულიერ დონემდე, რათა ჩვენთან გადმოსვლა შესაძლებოდათ. ახლა თუ თქვენ გექნებათ მსგავსი შესაძლებლობა ჩვენ ძვირფასი. დღეს ამით დავასრულებთ. ანდრომედის თანავარსკვლავედის ხუთის საბჭოს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხებოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.